ნამდვილი ზაფხულის ამინდი. როგორც იქნა. რა ვიცი აბა მათი. ხო გაგბურთი რა გინდა? ბურთი არ არის ეს. ახალი? ძველი ბურთი აღარ აინტერესებს დედა. ძველი ბურთი აღარ აინტერესებს. ახალი აინტერესებს? ყველა ბურთი ხო? წავიდე გადავყარო მათე და მელოდე და მოვალ. მათე მელოდება იქ. რა ისჩი? ეს ლიმონია ხო? უშაქრო გვინდა ნიკასთვის მას წაიკითხე. უშაქროა? ეს ახალი გამოშვება ორია. ჰა, უშაქროა ეს. ერთი იყო მაგრამ მეჩქარება, მათე ზანეჩქარება, სადეჩქარება ნეტა. ერთი ცალი და მათე ლიმონის გემოთი აიღო პეპსი და უკან დააბრუნებინეს. შემეცოდა გული დამწყდა, ისე გაეხარდა. რო დაინახა და ახალი შემოსულია. თან უშაქრო. ხო და კომპიუტერი ჯერო ვერ აღიქვასო, გაყიდვაში არ არისო და ბავს უკან დაადებინეს. მაგრამ რატო უდევთ მანდ მათე? ერთი ვიცოდე. ერთი ცალი რა იყო? ხო, თან ერთი ცალი ხო? რატო იდო ვერ ვიგებ? გაეხარდა ისე ძალიან. აუ ლიმონი გემოთი შემოვიდა პეპსიო დედაო და თან ერთი ცალი არისო. ბედი მაქვს და უკან დაადებინ. ძიმი ბიჭი. დედას სიყვარული. ფისები არ არიან დედი? რა? სახში არ გადაიღე. ჰა? სახში ვარ არა. მოვედით. მე და მათე ამბები ხომ მოგიყევით ჩვენი. ოხრახუში. იყიდე. პეპსი, ლიმონი სახუ არ მოყვიდეს. ფილე კოკოიპო. ავადნა. ავა იყო 200 გამიანი 7 ლარად. 7 ლარად, ხო. ნორმალური თასია, ძალიან გაძვირდა ისე. შევედი ეს მათე მაიღო. მიწის ხილი ინაკი არის უზემდიერესი. ძალიან გემრიელია. და ეს არის შოკოლადი. უშაქრო. ესეთი. და ძალიან მაინტერესებს გემო.
გემრიელია. ეხლა არ მინდა ყავა დავლიე უკვე და ყავასთან გემრიელესი იქნება. ძალიან გემრიელია. ეხლა ყავა ერთი ორი მოდუღება არიჯერ და მერე გავხსნი. ჩხილები წაიგე მათე. ეს გრაკოს ფილე. ნახოთ ერთი. როგორია. მე მგონი ბიბილო ჯობია. მივლაგდით. დაბლაუნეჩოთ ეს. მათეს. მე გავაკეთებ გოგოებო იმას საქვია. მე ვიცი გაგჭებული იყო. მე შევაზავებ ფილეს. ჯერ გათმის და მითე მათე. ესე. გოგოებო როგორ მომწონს? მარტივი ყვება. სამივე შვია და ძალიან მომწონს. მარტივად უცბად. რაც ადვილია ეს ფილესაც რო ვატარებ, ეგეც მომწონს, გადავატარებ ხოლმე და მიდევს მაცივაში, უცბად შეწვა. ავი, ნიკას ძალიან უყვარს. ვიჯერ ნიკასთვის ვაკეთებ მაგას. მაგრამ მაინც უცბად არის ხოლმე რა. ყვერცხი აუცილებლად დღის განმავლობაში. ახლა ჩემი თვის წვავს, ახლა ნიკა შევუწვი. ხოლმე ძირითადად ვატარებ დროს გარეთ. ახლა დაბლა ვიყავი და ამ ყველაფერს ვუთმობ ძალიან ცოტა დროს. ეხლაც დაბლა ვიყავი, ეხლა მოვედით და ისე უნდა წავიდეთ. მაგრამ მომშვიდა. ორს გავიხუხავ. გაცხერდეს ესე კარგად ტოსტერი. კვება არის ძალიან მნიშვნელოვანი. გოგოებო. მაგრამ თავარი არის ჩვენი მენტალური ჯანმრთელობა. იმიტომ მინდა რომ გარეთ ვიყო. მათესთან ვიყო. ვუყურო. სუფთა ჰაერზე შედარებით სახლთან შედარებით გარეთ მაინც კარგია. უფრო უკეთესია ყოველთვის.
ხის ქვეშ რომ ზიხარ, ხო? ხოდა? თუ ჩანს. მე მიყვარს როცა ჩანს ხოლმე კარგად და თავი ვერ დგავ კამერას ისე რომ რადგან გამოვჩდეთ. კოკა-კოლა, პეპსი. აქ მაგ სოუსი ყველი ძალიან მიყვარს მე ყველი სოუსი. აგრეც მithქვია ხოლმე თქვენს. ძალიან მომშივდა. არ ვიცი ეს დღეები ამ შივდება. და კიდე აჯიკა. აჯიკაც მინდა ცოტა. ამდენს თუ შევჭამ არ ვიცი. ვნახოთ ერთი ამდენს თუ შევჭამ. გონი ორი ზედ მეტია, მე მგონი, არ ვიცი. ორს ისედაც შევჭამ ხოლმე ბევრს. ვისადილებ ახლა და ისე უნდა ჩავიდეთ. ამ ბოლო დროს გოგოებო მე სვავ ყავას ორჯერ დღეში. ორჯერ. ამ დღეებში გვინდა რომ გავიდეთ ქალაქ გარეთ, არ ვიცი. საით წავალთ, მე მგონი ჩვენსკენ, გორისკენ. ატენში. ძალიან მიყვარს იქით. სანამ ბალახი სულ არ გადაიტუსა. გოგო მე ისე გახმება ხოლმე რომ არ ვიცი, შეიძლება ეხაც უკვე გახმა. თავიდან არის ხოლმე ძალიან კარგი. ის ჩემი შოკოლადები. უშაქრო შოკოლადებს რომ მივაგენი. და ერთი ცალი რო გავსინჯო, ხო უკან ჩავაყრუნე. გადმოვარდა. აი. ამ დღეებში გავათარბათ, იმიტომ რომ ძალიან მინდა უკვე სადმე გასვლა. ქალაქიდან. ძალიან გემრიელი ამტეტია. ეს შოკოლადი მომეწონა. ხო, წერმაღაზე წამოვიწყე გოგოებო ლაპარაკი და მერე
წამალი რო გავამზადე გაქვს შეკამერა. იმაზე რომ ჩვენი შინაგანი მდგომარეობა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც არ უნდა მოიწესრიგო კვება, ცხოვრების წესი, რა ვიცი, მოძრაო, ივარჯიშო, ანუ როგორც არ უნდა მოწესრიგებულად გქონდეს ეს ყველაფერი და სწორად იკვებო, შინაგანი მდგომარეობა არის მნიშვნელოვანი ძალიან, ნერვები. თუ ნერვები გაქვს, კარგად. თუ შინაგანად გრძნობ სიმშვიდეს, თუ შინაგანად ხარ კმაყოფილი და კმაყოფილების გრძნობა გაქვს, იმიტომ ამბობ ხოლმე სულ, რომ პატარ-პატარა რაღაცეების სიხარული არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს კმაყოფილების გრძნობა და აი ეს თვითონ ეს შეგრძნება სიხარულისა იმედენად ავსებს ადამიანს, რომ მერე პატარ-პატარა ისინიც რო გქონდეს დაუშვათ გადახოვები კვებაში ან რაღაცა, თუნდაც იმ წუთში მე მაგალითად ვეღარ ვარჯიშობ, ხო, თავი დავანებე ვარჯიშს და ცოტა ხანი ამას სპეციალურად ვაკეთებ ასე, რადგან მინდოდა რომ მომეწესრიგებინა ჯერ ძილი, იმიტომ რომ ძალიან გვიან ვიძინებდი და ეხლა კარგ დროს ვიძინებ ძალიან 11-ზე, აი 12-ზე აუცილებლად უკვე მე ძინავს. აღარ ველოდები ხოლმე არავის, ჭვები და ვიძინებ. 12 საათისთვის უკვე მძინავს. ხო და როცა ეს ყველაფერი მოწესრიგებულია, ორგანიზმი პატარ-პატარა გადახოვებს, შეცდომებს გპატიობს ცხოვრების წესთან დაკავშირებით, კვებასთან დაკავშირებით, ვარჯიშთან დაკავშირებით, გულისხმობ მე ახლა შეცდომასაც გააჩნია, ხო? ხო, და შინაგანი ჩვენი მენტალური ჯანმრთელობა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თავარი. და რა რთულია, როცა გჭირდება დაუშვათ დახმარება ამ მხრივ. ნახეთ შენი შინაგანი მერას გეუბნება. უარყოფს ამ ყველაფერს. ახლა მოვა. უარყოფს ამ ყველაფერს გოგოებო და შინაგანად ძალიან ძნელია. და რთულია რომ აღიარო, რომ დახმარება გჭირდება. თუ მაგალითად ოჯახის წევრები ამ ყველაფერს აკვირდებიან და შეგამჩნევენ, ხო კარგი. და დაგეხმარებიან და გვერდს შეამოგიდგებიან, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ხო არის ისე, რომ შეიძლება ვერ შეგამჩნიო და გაგირთულდეს. აი ამ დროს არის საშიში უკვე. ამიტომ თუ შენ თვითონ არავისი არ მოგერიდოს, არავის ლაპარაკს ყურადღება არ მიაქციო, შენ თვითონ თუ ატყობ შენ თავს, რომ ცუდად ხარ ამ მხრივ, აუცილებლად მიდი ექიმთან. უცბად იცის გართულება? უცბად იცის.
ერთ-ერთ პიროვნებასთან ქონდა ლაპარაკი და იქიდან მოვიდა ეს თემა. არ გამოგეპაროს. ამ დროს არ მისდევენ ხოლმე ექიმთან იკეტებიან საკუთარ თავში თუ შეგიძლია რომ გამოხვიდე, ხო ძალიან კაი. მაგრამ ხო არის შემთხვევები, რომ შეიძლება ვერ გამოხვიდე რა მდგომარეობით. და უფრო უარესად გაგიცურდეს. ვიცი გოგოებო. აი ძალიან ბევრზე ვიგებ უკვე, რომ ამ ხრივ სჭირდება დახმარება ძალიან ბევრზე. მისეთი ცხოვრება არის. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას გისურვებთ კარგად ყოფნას. გაკოცეთ. მიყვარხართ და დროებით.